განმარტეთ არისთვის სჭირდებოდა, თამაც სჭირდებოდა ზუსტად გაერთიანებული შტაბის შექმნა იმისთვის, რომ სხვადასხვა სტრუქტურებს, რომელიც არ ექვემდებარებოდა თავდაცვის სამინისტროს, მიაღო ამ ყველაფერში მონაწილეობა, სხვათა შორის ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით პოლიციელები, როდესაც იბრძვიან ჯართან ერთად, ითვლება ერთ-ერთ დანაშაულად, ისე რომ იცოდეთ რა. იმიტომ რომ პოლიციელებს არ აქვთ უფლება იბრძოლონ შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ტყვის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, თუ ეს გარდაუვალი აუცილებლობა არ არის. პოლიცია ასრულებს ომის დროს დაკავებული ტერიტორიების კონტროლს და სტრატეგიული ობიექტების დაცვას და სხვა ბევრ რაღაცას. ამათ თურმე კოდორი ჩააბარეს პოლიციას. თავარი პრობლემა. დოკუმენტაციის არ არსებობა. დოკუმენტაციაზე არავინ არ საუბრობს. სად არის მტკიცებულება, სად არის პროგრამა, რომელიც იქნა გაგზავნილი გოგავასთვის ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ასევე უკანდახევასთან დაკავშირებით. არ არსებობს ეს. არ ვიცი, სადაა, მოგითხეთ, ანუ ტელეფონი თუ რეკავდნენ თურმე. ახლა შეიძლება ვიღაცამ დარეკოს ტელეფონზე ომი დაიწყეთო 400-ს. ეს პიროვნება თავისი ბიოგრაფიული საკითხით თანამდებობისთვის საერთოდ შეუფერებელი და ნაადრევად დაწინაურებული პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას მისი სპეცდანიშნულების მიმართებაში ჰქონდა ძალიან კარგი წარმატებები, ჰქონდა ძალიან კარგად ასრულებდა მის ყველაფერს, არანაირად მას არ ეკუთვნოდა გენერლის წოდება და მით უმეტეს თანამდებობა გენერალური შტაბის უფროსის. ეს იყო ნაადრევად დაწინაურებული პიროვნება, ცუდად დაწინაურებული და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ, მინდა კითხვა დაუსვა სხვათა შორის შავაძის, ცინდელიანის და ქარგავას საქმეებზე. რას ფიქრობს ბატონი გენერალი? ამ 4 საათიანი ბევრი რაღაცა შეიძლება კიდე იყოს, ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს, რასაც შეიძლება ყურადღება მიექცეს, ყოველ სიტყვაზე საცემია ვარ, ვიტყვი, ქუჩაში ისე ამის საქმეც. მაგრამ მე რაც გამოვარჩიე ძირითადად მისი დაკითხვებით. ახლა თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით, დამისვით, ეცდებით რომ გაგცეთ პასუხი. მე გათიშული მქონდა ამდენი ხანი, ჩატს უბრალოდ არ ვკითხულობდი და თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ, ახლა ამ დასმული გადავხედავ ამ ყველაფერს და ვეცდები გავცე პასუხი. საკმაოდ ბევრი არის მოწერილი. არ ვიცი, ჩემო კარგებო, ახლა ეს კონტექსტები არის, რომელსაც მე თავიდან არ ვადევნებდი თვალყურს და თუ შეიძლება დასვით, ახლა შემეძლია პასუხები გაგცეთ კითხვებთან დაკავშირებით და თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ, თორე ისედაც ბევრი ვისაუბრეთ და დაგემშვიდობებით ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდე ბევრი ის არის იგივე ხაინდრავების და ამგენის საკითხი და ასე შემდეგ, რომელიც იყო ამ დღეებში. ვინ ვარ და რას წარმოადგენ? ერმილე ვარ ქალბატონი ნემსაძე, იმ პერიოდში მსახურობდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. არ ვიცი, ჩემო ძმაო, გრენლანდიასაც და ტრამპსაც კისერი უტეხია, ის ჩემი სამშობლო იწვის, მე ეს მადარდებს სიმართლე გითხრა, არა თემატური შეკითხვა, ძალიან დიდი ბოდიში მაგაზე ვერ გაგცემ პასუხს და არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა. არ ვიცი, არც საპატრიარქოს სიბინძურეებზე არ მაქვს საუბარი, არ მაინტერესებს. როგორ არ უნდა ინერვიულო ჩემო ძმაო, ამ ყველაფერმა თვალწინ გაიარა. მანამდეც, დროც და მერეც და ბევრი რაღაცის თქმა, მაინც არ შეიძლება პირდაპირ ეთერში, რომ არ იქნას დაზარალებული. არ იქნას დაზარალებული მაინც ჩვენი ქვეყნის ინტერესები. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები